ის რომ პოლიციელები უკვე დიდი ხანია იქცნენ პროვოკატორებად, ახალი არავისთვის არ არის, თუმცა ბოლო 2 დღის განმავლობაში განვითარებულმა მოვლენებმა მათ სტანდარტებსაც კი გადააჭარბა, რადგან უკვე მეორე დღე დაახლოებით 12 საათსა და 30 წუთზე გამოდიან ეგრეთ წოდებული სამართალდამცველები, დედაქალაქის მთავარ გამზირზე ჩნდებიან ნიღბიანები და მაქსიმალურად ცდილობენ რომ მოაწყონ პროვოკაცია. ისინი რიგ შემთხვევაში სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ, მშვიდობიან დემონსტრანტებს, იქიდან გამომდინარე რომ მათი სახის ძალიან დიდი ნაწილი არის დაფარული და ხშირ შემთხვევაში მათი იდენტიფიცირებაც კი რთულია. შემდგომ უკვე საკუთარი კოლეგების უკან იმალებიან და რასაკვირველია პასუხსაც არცემენ არც ჩვენს კითხვას და არც აქციის მონაწილეების. ეს ხდებოდა გუშინაც, მიუხედავად იმისა რომ მოქალაქეები დაემორჩილნენ მათ მოწოდებას, მიუხედავად იმისა რომ რაოდენობიდან გამომდინარე ისინი უკვე აღარ იდგნენ გზის სავალ ნაწილზე, მაინც ეგრეთ წოდებულმა სამართალდამცველებმა სცადეს რომ ისინი ძალის გამოყენებით გადაიყვანათ, მათ უხეშად მიმართავდნენ და მაქსიმალურ სიმშვიდეს, მშვიდობას ინარჩუნებდნენ აქციის მონაწილეები. ისინი აგრესიას არ უპირისპირებდნენ პოლიციის წარმომადგენლებს და ჰიმნს მღეროდნენ. შემდგომ უკვე მათ ჩვენთან საუბრისასაც გააკეთეს კომენტარი, აცხადებენ რომ ვერც ერთ შემთხვევაში ეს ადამიანები მათ დაშინებას ვერ შეძლებენ. შეიძლება ითქვას, რომ უკვე მეორე დღეა ქართულმა ოცნებამ ვერ მოითმინა აქციის დაშლის პროცესშიც კი მაშინ, როდესაც მილევად რეჟიმში იყო ეს საპროტესტო ტალღა გუშინ ღამის განმავლობაში, უკვე გამოიყვანა ეგრეთ წოდებული სამართალდამცველები და როგორც პირდაპირ ისე გადატანითი მნიშვნელობით მოაწყო გზისავალი ნაწილის წმენდა, რადგან შემდგომ უკვე ნიღბიანებისა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლების გამოჩენის შემდეგ ადგილზე გამოჩნდნენ დასუფთავების მანქანები, რაც არის ხოლმე სიმპტომატური და ზუსტად ასეთ დროს ქართული ოცნება უკვე ვეღარ ითმეს და ეგრეთ წოდებული სამართალდამცველების შემდეგ უკვე იწყება გზის პირდაპირ მნიშვნელობით წმენდა. საბოლოო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ უკვე ძალიან სერიოზული ნერვების ომი მიდის, როგორც სამოქალაქო აქტივისტები და საზოგადოების წარმომადგენლები აცხადებენ და ახლა ყველანაირად ცდილობს რეჟიმი, რომ ისინი გამოიყვანოს მდგომარეობიდან და შეიყვანოს დაპირისპირებაში, თუმცა ისინი არიან მტკიცედ და ამბობენ, რომ ვერც ერთ პროვოკაციაზე მათ ეგრეთ წოდებული სამართალდამცველები ვერ წამოაგებენ. არ ხარ შვიდად კაცო, შენი ტონი არ არის იმ შვიდის გამომხატველი. ამ შვენიერი ტონი. აბა ხელს მოკიდე მივდივარ მე თვითონაც და შენი ხელის მოკიდება არ მჭირდება. მე ხარ დამსგავსი. პოლიციის სახეა ეხლა ეს. დღევანდელი პოლიციის სახით გამოჩნდა ძალიან კარგად აი ამ ვითარებაში, როდესაც პოლიციელმა, რომელსაც სახე ჰქონდა დაფარული და ვერც მიხვდები ვინ არის, ნომერიც არ აქვს, არაფერი არ აქვს, შეიგინა, რა ვიცი, აქციის მონაწილეების მიმართულებით. ანუ ეს აჩენს მათ ნამდვილ სახეს, რომ ისინი არანაირი პოლიცია და სამართალდამცავები არ არიან, არიან ბიზნეს მონები და ბიზნეს დაქირავებული რაღაცა ჯგუფი, რომელმაც მაქსიმალურად დიდი ხანი უნდა შეინარჩუნოს ბიზნეს ხელისუფლება საქართველოში, მაგრამ ნუ ეხლა ჩვენი მაგათი არ გვეშინია, მოიყვანეს 10 წუთი რაღაცა ირბინეს წინ და უკან თავკუთმოძლებელები და უკვე წავიდნენ. საერთოდ აუხსნელია ბოლო 2 ღამის მოქმედება, იმიტომ რომ აქ აქცია იშლება ხოლმე მშვიდობიანად, როგორც იკრიბება ასე მშვიდობიანად. 10 წუთში ისედაც ყველა სახლში იქნებოდა, მაგრამ ამათ უნდათ ეს რაღაც თავიანთი ბინძური ძალის დემონსტრირება. გადმოვიდან ძალის გამოყენებით გადავწიეს გზის სავალი ნაწილიდან, რომელზეც ისედაც აღარ ვიდექით და შემოგწიეს თან შეურაცხყოფების მიყენებით, ადამიანებს მიეყენა შეურაცხყოფა და უწმაწური სიტყვებით მიმართეს. თითქოს ჩვენი უსაფრთხოებით, იქ მეორე მხარესაც ადამიანებს შეურაცხყოფა მიაყენეს, რაღაც გამოვარდნეს სრულიად შეუსაბამო ძალა, აქ ვიდექით სულ რაღაცა 50 ადამიანი, რამდენი პოლიციელი, რა წინააღმდეგობა უნდა გაგვიწია ეხა ამათთვის, მაგრამ ეს არის ჩვეულებრივი ძალის დემონსტრირება მათი შიშიდან გამომდინარე. ის ადამიანები, რომლებიც საკუთარი პროფესიიდან გამომდინარე წესით მოქალაქეების მშვიდობას უნდა იცავდნენ, უნდა აღასრულებდნენ წესრიგს, ახლა არიან ქცეული პროვოკატორებად, ისინი აგინებენ აქციის მონაწილეებს, ხშირ შემთხვევაში მშვიდობიან დემონსტრანტებს უწევთ ჯარიმების, ფიზიკური შეურაცხყოფის, ასევე სიტყვიერი შეურაცხყოფის ატანა, თუმცა მიუხედავად არაერთი დისკომფორტისა, ისინი მაინც მტკიცედ არიან საკუთარ პოზიციაზე და აცხადებენ იმას, რომ ნებისმიერ შემთხვევაში მომდევნო დღეებისა და პერიოდის განმავლობაშიც გამოვლენ თბილისის მთავარ გამზირზე, რუსთაველის გამზირზე და კვლავ ხმამაღლა იტყვიან საკუთარ სათქმელს, კვლავ იბრძოლებენ რეჟიმის წინააღმდეგ, მანამ სანამ საქართველო არ დაუბრუნდება მის ერთადერთ უალტერნატივო და ურყევ არჩევას, რომელიც არის ევროპა.